სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა მშვიდობა თქვენ და თქვენ სახლს გაგახაროთ დაგლოცო და გაგაზლიეროთ ღმერთმა მხედველობა მეგობრებო სულიერი სინათლის ჭვრეტა მხედველობა რომლის ორგანოც თვალია გვეხმარება სამყაროს ფორმების ფერებისა და მოძრაობის აღქმაში მაგრამ თეოლოგიურად მხედველობა მიმართულია ღვთიური სინათლისკენ წმინდა მაქსიმე აღსარებელი გვასწავლის ბუნებით ჭვრეტას შექმნილ სამყაროში შემოქმედის ხელწერის მისი ლოგოსების დანახვით ფიზიკური მხედველობა სულიერი ხედვის გონების თვალის სიმბოლოა როდესაც თვალი წმინდა მთელი არსება ნათდება სხეულის სანთელი არის თვალი უკვე თუ შენი თვალი წმინდა ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც მათე 6:22 აქ ქრისტე პირდაპირ მიგვითითებს მეგობრებო რომ რასაც ჩვენი თვალის ესე იგი თვალით ვუშვებთ ხო ჩვენში ის აყალიბებს ჩვენს შინაგან მდგომარეობაში ხო წარმოიდგინეთ რა ჩვენ უყურებთ ცოდვა საერთოდ შემოდის პირველ რიგში ჩვენ თვალით ესე იგი თვალჯერ დავინახავთ მაგალითად ხო იქ მოგვეწონება ან მოვიხიბლებით ან ასე შემდეგ აგუნება შეთვალით შემდეგ შემოდის სხეულში ტვინში და შემდეგ უკვე თუ ამას განვახორციელებთ უკვე საქმითაც ეს უკვე ცოდვაა და დიდი ცოდვაა ხო ეხლა მეორე სმენა საღვთო სიტყვის მიმღებლობა სმენა არა მხოლოდ არ არის ხო ეს მეგობრებო გაცავად სმენა არ არის მხოლოდ ხმაურის ან რაღაც ტემბრის გარჩევა ხო ის არის მორჩილებისა და საღვთო ჭეშმარიტების მიღების მთავარი ასე ვთქვათ არხი ეკლესიაში სმენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენ ვისმენთ სახარებას საგალობლებს მოძღვრის დარიგებებს თუ ქადაგებებს ხო ნახეთ დაცემა ადამისა და ევასი დაიწყო მაცდურის სიტყვის მოსმენით გესმით ხოლო გადარჩენა იწყება ღვთის სიტყვით სმენით პავლე მოციქული ამბობს რწმენა სმენისაგან ხოლო სმენა ღვთის სიტყვისგან რომელთა 10:17 პავლე მოციქული დოგმატურად ასე ვთქვათ რომ თქვა გაგვიმარტავს რომ სმენა არის ის კარიბჭე ხო საიდანაც ღვთის მადლი შედის ადამიანის გულში და შობს რწმენას ეხლა ყნოსვა მესამე სული წმინდის კეთილსურნელება ჩვენი ყნოსვა ნივთიერებათა ასე ვთქვათ დაშლისა და თუ ფორმირების შედეგად წარმოქმნილ სუნს აღიქვამს ხო ეხლა ასე ვთქვათ ასკეტიკაში ხო სუნი ხშირად ცოდვის ხრწნილებისა და ვნების სიმბოლოა მეგობრებო ხო ასკეტიკაში ხოლო კეთილსურნელება სული წმინდის მადლის სწორედ ამიტომ ვიყენებთ ტაძარში ჩვენ საკმაველს როგორც ღვთისადმი აღვლენილი ლოცვისა და სულიერის სურნელის ასე ვთქვათ ხილულს ხო როგორც ღვთისადმი აღვლენილი ლოცვისა და სულიერი სურნელის ხილულ გამოხატულებას ბევრი წმინდანის წმინდა ნაწილები მაგალითად წმინდა სპირიდონის წმინდა ნიკოლოზის ხო მიროს მდინარეებს რაც ხსნილებაზე მადლის გამარჯვებას ფიზიკური საყნოსველი მტკიცებულებაა ხო პავლე მოციქული გვეუბნება რადგან ქრისტეს კეთილსურნელება ვართ ღვთისათვის იმაშიც ვინც იხსნება და იმაშიც ვინც იღუპება მეორე კორინთელთა 2:15 ქრისტიანის ცხოვრება
მეგობრებო, უნდა იყოს სულიერი სურნელი, რომელიც სამყაროში ქრისტეს არსებობას ახსენებს ყველას. მეოთხე, გემო, სიცოცხლის პურის ზიარება. გემოს რეცეპტორები ენაზე გვეხმარება საკვების გარჩევაში. ხო, საინტერესოა, აი თქვა თქვენი შენიშნა, რომ აი წყალს, ნახეთ, წყალს გემო არა აქვს, ხო? წყალს, მაგრამ ის სიცოცხლის ნეიტრალურია, მაგრამ აუცილებელი წყაროა, სიმბოლო სულიწმინდისა, ხო, ცხოველმყოფელი წყალი. ჩვენ ახლა გემოს გზნობა თავის, ესე ვთქვათ, უმაღლეს საღვთო მწვერვალეს აღწევს, ხო? ეს ჩვენ მართლმადიდებლობაში, ანუ ევქარისტიაში, ანუ ევქარისტია იგივე ხო ზიარებაში. ღმერთმა ასე მოაწყო, რომ ჩვენი შემოქმედი ფიზიკურადაც შევიგრძნოთ, ხო? ჩვენი შემოქმედი წარმოიდგინეთ და ესე ვთქვათ, ჭამოთ მისი ხორცი, წმინდა და ვსვათ მისი წმინდა სისხლი მკვდავებისათვის. წმინდა დავით მეფე წინასწარმეტყველი ამბობს: იგემეთ და იხილეთ რამე თუ ტკბილარს უფალი, ფსალმონი 23. ხოლო თავად მაცხოვარი ბრძანებს: მე ვარ პურის სიცოცხლისა, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, აქვს საუკუნო სიცოცხლე. იოანეს სახარება. და ბოლოს ეს არის შეხება, მეგობრებო. ეს არის განკურნება და ღმერთთან ფიზიკური კონტაქტი. შეხება, რომელიც მთელ სხეულზეა, ასე ვთქვათ, განფენილი, გვაძლევს საგნებთან პირდაპირ კონტაქტის საშუალებას. ჩვენი მართლმადიდებლური დოგმატის მიხედვით, ძე-ღვთისას განკაცებით, ანუ ხორცს შესხმით, უხილავი და მიუწვდომელი, ანუ ღმერთი გახდა ხელშესახები. გესმით? შეხება ეკლესიაში, ხო, კურნების, თქვა, ესე ვთქვათ, დიდი იარაღია, ხო, ეკლესიაში, ხო. მღვდელმოქმედებისაც ხდება ხელდასხმა, ხო, ანუ ქიროტონია იგივე. ჩვენ ვემთხოვით ხატებს, ჯვარს, წმინდა ნაწილებს და ამ, ასე ვთქვათ, ფიზიკური შეხებით ვეზიარებით უხილავ მადლს. სახარებაში ვკითხულობ, სისხლდინარე ქალზე გახსოვთ, ხო, რომელმაზაც წმენით გაივლო გულში, ხო, მის სამოსელსაც რომ შევე, ხო, განვიკურნებიო და როცა შეეხო, მაცხოვარმა იგრძნო, რომ მისგან ძალა გავიდა. მარკოზი 5:28. იოანე მახარებელი კი წერს, რაც მოვისმინეთ, ხო, რაც ჩვენი თვალით ვიხილეთ და რასაც ჩვენი ხელები შეეხო სიცოცხლის სიტყვის შესახებ. ღმერთი შეხებადი გახდა ჩვენი გადარჩენისთვის. დაახლოებით ასე, მეგობრებო, პატარა დასკვნა, რომ ნახეთ, როგორც ვხედავთ, ღმერთმა ჩვენ, ესე იგი, ჩვენი სხეული, მეგობრებო და მისი გრძნობა და ორგანოები საოცარი სიბრძნით შექმნა, ხო? ის რომ ორგანოები წყვილად გვაქვს, ხო, თვალები, ყურები, ხო, ღვთის მოწყალების ნიშანია ჩვენი სისუსტის მიმართ, ანუ სმენა და ყნოსმა ყოველმხრივია, ხო, რადგან საღვთო მადლი და სიტყვა ყველგან, ესე ვთქვათ, მოგვიწოდებს. მხედველობა წინ მიმართულია, რათა მიზან მიმართულად ვიყურებდეთ სასופველისკენ, ხო, სასופველისკენ მიმავალ სავალ გზას, ხო. ხოლო გემო და შეხება უშუალო კონტაქტი, ანუ კონტაქტს მოითხოვს ზუსტად ისე, როგორც ღმერთთან პირადი მჭიდრო კავშირი და ზიარება აუცილებელი. ჩვენი ვალია, როგორც წმინდა მამები გვაფრთხილებენ, დავიცვათ ეს 5 კარიბჭე ბოროტებისგან და გავხსნათ მხოლოდ ღვთის მადლის შემოსაშვებად. ღმერთმა დაგვეცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.
მადლობა.